დღეს განათლების მინისტრთან ერთად სამუშაო ვიზიტით ვიმყოფებოდით თბილისის რამოდენიმე სკოლაში პრობლემურ ლოკაციაზე, სადაც მოსახლეობას აწუხებს სკოლის მშენებლობის საკითხები. ჩვენ ოპერატიულად გადავწყვეტეთ ყველა ის საკითხი, რაც გადასაწყვეტი იყო. შეეხება ნაძალადევის რაიონს, დიდიღომში, სადაც ძალიან პრობლემურია ზოგადად სკოლების საკითხები და მივიღეთ ის გადაწყვეტილებები, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან დადებითად აისახება საბოლოო ჯამში ამ ლოკაციებზე სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ჩვენ პროაქტიულად ვიმოქმედებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ეს პრობლემები გადაწყდეს და ბავშვებს მიეცეთ უკვე თანამედროვე სტანდარტების სკოლებში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა. ერთობლივი ძალისხმევით, ურთიერთშეთანხმებით, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე ორივე სამინისტროს პირველი პირების მხრიდან მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც ორიენტირებული არის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებაზე, იმ პროცესების წარმართვაზე, რაც აუცილებელი არის ჯანსაღი გარემო შექმნისა და სწავლა-სწავლების პროცესის უზრუნველყოფაზე და რაც მთავარია ჩვენი მომავალი თაობების აღზრდისთვის და მასწავლებლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობაზე.